პოლიციას და განსაკუთრებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მართლაც სამსახურში ჩაიყენა ერთმა პიროვნებამ და ერთმა პარტიამ. მაგრამ მე მინდა მათ გასაგონა ვთქვა, მე როგორც ოფიცერი, სამხედრო პირი, რომელსაც ყავს უამრავი თანამებრძოლი, აფხაზეთიდან მოყოლებული, დამთავრებული პანკისის ხეობის ოპერაციებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში და თავდაცვის სამინისტროში. მთელი ჩვენი კოალიცია, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, რომელმაც უამრავი რესურსი ჩადო თავდაცვის უწყების ფეხზე დაყენებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ფეხზე დაყენებაში. მისი სახსრებით, მისი პირადი ნებით შეიქმნა პრაქტიკულად ის სიკეთე, რითიც თავს იწონებს დღეს სააკაშვილი, რომ რეფორმები განვახორციელებო. ჩვენ ყველა უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ პოლიციელებს, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ჩვენ ჯარისკაცებს, ვინც ესე გმირულად იბრძვიან დღეს ავღანეთში. ჩვენ მათ ხარებ, მათ წინაშე ხეთს ვიხევთ. მაგრამ არავის არ ეგონოს, რომ ძალადობა, ბოროტების სამსახური ისე ჩაივლის, რომ მათ პასუხს არ მოთხოვენ. მე მინდა განსაკუთრებით მივმართო იმ ვიწრო წრეს პატარა ჯგუფს, რომელიც ექვემდებარება კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს და ღამედ ბნელეთში მიპარვით ვირთხებივით აწუხებენ ჩვენს მხარდამჭერებს მთელ საქართველოში. ისინი პასუხს აგებენ დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. არც ერთ მართლგანს არ შერჩება არც ერთი ჩვენი და საქართველოს მოქალაქის შეურაცხყოფა. არც ერთ მათგანს. ეს არის მკიცე ნება, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და კანონის წინაშე ყველანი ვიქნებით თანაბარი. ჩვენიანიც და ასევე ჩვენი ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებიც. კანონმა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იკანონოს შერჩევითი სამართლის დრო, რაც დაამკვიდრა სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩაბარდება.